ამინ ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. სახელთა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთანაც ღმერთი. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, დღეს მოგეხსენებათ, რომ დედა ეკლესია, ჩვენი მართლმადიდებელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ სიხარულს განიცდის, იმიტომ რომ დღევანდელი დღე უკავშირდება ანდრია პირველწოდებულის საქართველოს შემობრძანებას, ანუ იმ მოციქულსა, რომელიც სახელსაც უკავშირდება ჩვენში ერთი წმინდა კათოლიკოსთა სამოციქულო ეკლესიისათვის ფუძის ჩაყრა და რა თქმა უნდა ეს გვავალდებულოს იმას, რომ ჩვენ სათანადო პატივი მივაგოთ აი ამ დღეს. დღეს ასევე არის 2018 წლიდან ისე თქვენ რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დღევანდელი დღე დაწესდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წითლოვანებრივ დღეთ და რა თქმა უნდა ეს ორივე მოვლენა ერთმანეთთან ურთიერთმჭიდრო კავშირში არის და რატო? იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, აი სულთმოქმედების შემდეგ, როდესაც მოციქულებმა წილი ხარეს ვისადმო ეკადაგა, იცით თქვენ რომ ყველაწმინდა ღვთისმშობლებს გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღო აი ამ მოციქულებრივ მისიაში და მას წილად ხვდა სწორედ ქართული საქართველო და ვინაიდან მოახლოებული იყო მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი, ამიტომ უფლის კურთხევით არჩევანი გაკეთა წმინდა ანდრია პირველწოდებულზე. რატო პირველწოდებული? იმიტომ რომ ეს გახდა აი დღეს ამოვიკითხეთ სახარებაში პეტრე მოციქულის ძმა. პირველად ანდრია მივიდა უფალთან და სწორედ ანდრიას მოუწოდა უფალმა მოციქულებრივ ღვაწლში და შემდეგ მან მიიყვანა პეტრე მაცხოვართან. და არჩევანი გაკეთა, ასე ვთქვათ, ანდრია მოციქულს როგორც მოგახსენეთ და ამასთან ღვთისმშობელმა ესე უფლისავე კურთხევით ღვთისმშობელმა ესე იგი ესეთ კურთხევა ჰქონდა ღვთისმშობელს, რომ თან უნდა გამოეტარებინა ხატის ნიშნად მარად ფარველობისა და შემწეობისა ქართველი ერის მიმართ და სწორედ აი ღვთისმშობელმა მოითხოვა, როცა ეს უდესი მისი ამსრუ ანდრია მოციქულს მოითხოვა ესე იგი დაიბანა ხელპირი, მოითხოვა ფიცარი და ზედ რომ მიიდო სასწაუბროდ გადავიდა აი მის გამოსახულება ყრმა იესოსთან ერთად და ეს ხატი წამოუგზავნა სწორედ ანდრია მოციქულმა საქართველოში. ეს არის აწყურის ხატის ცნობილი იცით თქვენ ეს და არაერთი სასწაული უკავშირდება ამ დიდებულ ხატს. და აქედან მოყოლებული სწორედ როგორც მოგახსენებთ ჩაეყარა საფუძველი ჩვენ დედა ეკლესიას მოციქულებრივ ეკლესიას. ადრეს არაერთხელ გვითხოვს რომ კიდე მინდა ძალიან მოკლედ გავიმეორო რომ არსებობს ჭესმარიტი ეკლესიის ორი უმთავრესი ნიშანი. ეს არის პირველი სამოციქულო, ანუ ის უნდა იყოს მოციქულად დაფუძნებული, მოციქულებს უნდა ჰქონდეთ ნაკადაგები და მეორე დოგმატებს შორის არ უნდა იყოს ცდომილება. თუ ეს დარღვეულია, რა თქმა უნდა, ის უკვე აღარ არის ჭეშმარიტი ეკლესია და არის უკვე მწვალებლობა. ამიტომ, რა თქმა უნდა იყოს მადლიერები პირველ რიგში უფლისა, დედა ღვთისმშობელისა იმისათვის, რომ ჩვენ აი ამ ხელა მემკვიდრეობა გვერგოცილად და ვართ გამგზელებელი ასე თუ ისე ღირსეულად აი ამ გზისა, რა გზას გვიჩვენა ანდრია მოციქულმა, შემდგომში ცოტა მოგვიანებით წმინდა ნინომ 13 ასრულმა მამამ და სხვა წმინდანებმა იგი 100.000 მოწამენ, 600.000 გარჯილი ბერმა და ასე შემდეგ და სწორედ ამან გადაგვარჩინა დღეს და სწორედ მათი და რა თქმა უნდა ღვთისმშობლის შემწეობა და უფლის და აი ამ წმინდანების რომ საქართველოს დღემდე არსებობდა მაშინაც როდესაც უფალი მოვლენა ქვეყნად და არსებობს დღესაც და რა არ გადაგვილია რა ყველა იმპერიამ თითქმის ყველა იმპერიას ქონდა შეხება ჩვენთან ეს დაპყრობა, მოწამეობა, დევნა, დაანგრევა, განადგურება, მაგრამ აი როგორც ეს რაღაცა დგებოდით ხოლმე ყოველთვის ფეხზე და სწორედ ეს არის აი მადლის გამოვლენა ჩვენს ერში და შევთხოვოთ უფალს რომ იმის ძალა უნდა ქონდეს რომ ჩვენ არ გადავუხოთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. დღეს ასევე არის ასე უდესი სიხარულის დღე. მოგესალმებით რომ გუშინ ჩატარდა საეკლესიო კრება და ღვთათა უმრავლესობით გამორჩეული იქნა ახალი კათოლიკოს პატრიარქი და მიულოცოთ მას. მით უმეტეს რომ ჩვენ რა თქმა უნდა არიყალებს ალბათ ორმაგი სიხარული გვაქვს და ამასთან და ორმაგი პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ მეუფეშიო თავის დროზე აქ მოღვაწეობდა გახლავთ მეორე წინამძღვარი ამ დიდებული ტაძრის აღდგენის შემდეგ და არაერთხელ გვახსოვს მისი მობრძანება როგორც არქიმანდრიტის ხარისხში, შემდეგ როგორც ეპისკოპოსი არაერთხელ ბრძანდებოდა და რა თქმა უნდა ეს უდესი სიხარულია და მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მშვიდობიანი დამთავრდა და ასე ენება უფალმა, ასე ენება დედა ღვთისმშობელმა რომ დღევანდელ დღეს ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი აი ერთად აი ამ შეგვიბებოდი სწორედ აი ახალ პატრიარქთან და გვეზეემა მასთან ერთად.
და მას უსურვოთ რა თქმა უნდა პირველ რიგში უფლისყალობა და ყველა მე ერთად ელმათ და ბერმათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ მას დავუდგეთ მხარში რაც გამოიხდება სწორედ იმაში უნდა მაქსიმალურად შევძლოთ ვიცხოვროთ ცნებების შესაბამისად რა თქმა უნდა გვიყვარეს ერთმანეთი ურთიერთპატივისცემით ურთიერთ თანადგომით მიმტევებლობით რომელიც არის გარანტია გადარჩენისა, იმიტომ რომ მამაო ჩვენს პირდაპირ ეწერია რომ მოგვიტევეთ ჩვენ თანადებნი ჩვენით არცა ჩვენ მივუტევებთ თანადებ მათ ჩვენთან. თუ ჩვენ არ მივუტევებთ არ მოგვეტევება პირდაპირ ძალებს ამას უფალი სახარების სხვა ადგილას და ამიტომ შევთხოვოთ უფალს მოგცეს იმის ძალა, იმიტომ რომ შეუძლებელი კაცთაგან შეუძლებელი ღვთის მიერ. არანაირი წინაღობა არ არსებობს, თავარია მოინდომოთ და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება და ამის იმედი უნდა გქონდეს ყოველთვის, რა თქმა უნდა, უფლის იმედი, დედა ღვთისმშობლის, ანდრია მოციქულის და მე როგორც წეგან მოგახსენეთ, თუ კი აქამდე მოვედით, აქ 21 საუკუნე უკვე დღეს და თუ კი ჩვენ ვიზრუნოთ იმას, რომ ეს ჩვენი უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ შვილებთან, აი სულიერ საკითხებზე ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო კარგად იქნება და მე დალოცოს აი ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი შვილები, შვილიშვილები და ყველა იმიტომ რომ მათ ხელში არის საქართველოს მომავალი და საქართველოს ბედი და მერთა გაკურთხოთ დალოცული ყოფილიყავით ჩვენთან არის ღმერთი.